აი, აქ არის ეს სტარტ-ოკები. დაგწერთ. ბარათზე ვნიშნავთ. ვასრულებ, შეგიძლიათ გახვიდეთ. ვუყურებთ იმ ნომრებს, რომლებიც პომოსტებზეა და არა პომოსტების ქვეშ. ასევე, აქ ლიპინსკი ცუდ მაგალითს აძლევს და თვითონ დგას ამ მხარეს. ვიღაცას არ ჰყავს პარტნიორი და ასეთი სიტუაცია იქნება. ვეჯიბრები ჩემს მარცხენა მხარეს მყოფ ადამიანს. ჯეკ სიმღერებში ვარ ნახე სადაც მინდა Nahneseri. ნაწილშიან მათ ქვეშ, რათა თავიდან აიცილოთ რაიმე სახის გაუგებრობა ან შეცდომა. გამარჯობა, მოგესალმებით Liberal Earth-ის შეჯიბრებაზე. Როგორც ყოველ წელს ვაწყობთ ჩვეუთავი ტიპის ღონისძიებას. დღეს ვიმყოფებით ოლეშნას კლონ ვიეცკას თევზსაჭერ ტბაზე. დღევანდელ დღეს მონაწილეობს 40 მონაწილე. მონაწილეთა რაოდენობა ცოტა იყო, მაგრამ როგორც ხედავთ, ამინდი შესანიშნავია. სპონსორებმა ყველაფერი უზრუნველყვეს. მოუთმენლად ველით შეჯიბრების დასრულებას. ბიჭები ადგილებს იცვლიან, აქ პოზიციების შეცვლა და მცირე შესვენება. დაელოდეთ შეჯამებას და ნახეთ, როგორ გამომივიდა.
როგორც კომპანია, ჩვენ ვაჩვენებთ სიახლეებს. ეს არის Predator სერიის ახალი პროდუქტები. მაგარი ორფეროვანი ნივთები. პატარა პრეტორიანელები, ბიონები. და გარდა ამისა, ჩვენ შევდივართ სპირალში ვერტიკალური სერიით კუბია. გამარჯობა ყველას. ეს ახალი ფუნქცია, რომელიც წელს გამოჩნდება. ჩვენ ამას ბოლო დროს გავაფართოვებთ, რადგან ის პოლონეთში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. გითხრათ, რომ შეიძინოთ ჩვენი პროდუქცია. ბოლო სიახლეა ჩვენი ახალი პროდუქტი Trotra Flats Women 65. ეს არის Flats 85-ის პატარა ძმა. დამატებით, წელს კიდევ 3 სხვა მოდელი იქნება Trotra-ს ხაზში. ეს არის Turbo პატარა ვერსია, Clear პატარა ვერსია და Nargotsko. გითხრათ, გაეცნოთ სიახლეებს. ძალიან კარგი ღონისძიება ეს შეჯიბრი. დიდი მადლობა კომპანია Liberal George იმისთვის, რაც მათ გააკეთეს. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო შეჯიბრი მთელ პოლონეთში. ფიქრობდი, რომ მომდევნო წელს მომიწევდა ლოდინი. რომ კიდევ ერთხელ მეცადა როგორ იქნებოდა. გამარჯობა, მოგესალმებით, პიოტრ ბორუხი ვარ. ეს ჩემი პირველი შეჯიბრია ამ სტილში. იმიტომ, რომ მე არ ვარ სპეციალიზებული კალმახის თევზაობაში, მაგრამ ზოგადად ძალიან მომეწონა ამ შეჯიბრების წინაგამოცემები, რომლებიც ლებრამ მოაწყო. აქ ვარ ლებრას ბიჭების მოწვევით. თევზი უამრავია, ორგანიზაცია შესანიშნავია. რა უნდა ვთქვა კიდევ, პრიზებიც ბევრია. სინამდვილეში ჩემს უკან უამრავი პრიზია, როგორც ჩანს, დაახლოებით 18 ანკესია. როგორც ხედავთ, სპონსორების უზარმაზარი დაფაა. ამიტომ ნამდვილად ღირს აქ ჩამოსვლა. ღირს, რომ საუკეთესო გარემოში, მთელი პოლონეთის საუკეთესო კალმახის მეთევზეებთან ერთად ითევზაო. ჩემთვის ეს თავმდაბლობის გაკვეთილი იყო, გულწრფელად რომ ვთქვა, მაგრამ რაღაციდან უნდა დაიწყო. გამარჯობა, მე ლუკა შტერინგი ვარ. ლამაზი ღონისძიება, ყოველწლიური. დღეს თევზები კარგად თანამშრომლობდნენ. ბევრი კალმახი დავიჭირეთ. ცისარტყელასფერი, ვეფხვი, უამრავი მონაწილე მთელი პოლონეთიდან, ასევე უკრაინიდანაც. ღონისძიება ძალიან წარმატებული იყო. ორგანიზაცია ძალიან მაღალ დონეზეა. უდავოდ ეს პოლონეთში საუკეთესო ტროტერის შეჯიბრებებია. მოგითხრებთ მომავალ წელს. მოგვიანებით შევხვდებით. შეჯიბრდით პოლონეთის საუკეთესო სპორტსმენებთან. გმადლობთ, ნახვამდის. გამარჯობა, მოგესალმებით. მე კრისტოფ სტეპანოვი ვარ. დღეს თითქმის 2 წელზე მეტი ხნის შემდეგ ტროტერს დაუბრუნდით. მე პირდაპირ სერიოზულად დავიწყე, რადგან Liberal Cup-ის შეჯიბრებაზე მოვედი. და რა შემიძლია გითხრათ? თუ ამაში გამოცდილება არ გაქვს, არ ვარჯიშობ ასეთ ნას თევზაობაზე, როგორიცაა ტროტერის თევზაობა, დაბრუნება ძალიან რთულია. მე განსაკუთრებით ბოლო კვირები ოკეანეზე გავატარე, სადაც ჩემი აღჭურვილობა 2 კილოგრამს იწონიდა. ხრიდი სატყუარებს, რომლებიც დაახლოებით 200 გრამს იწონიდა, 160-დან 200 გრამი.
აქ კი დავაყენე ანკესი, რომელიც მაქსიმუმ 1 გრამს უძლებს. ამიტომ ძალიან რთული იყო გადართვა, მაგრამ მიუხედავად ამისა, საკმაოდ ნორმალური შედეგი მივიღე, რადგან 21 ქულა დავაგროვე, რაც ნიშნავს, რომ 6 ტური მოვიგე. 2 ფრეთევსთან და 1 წარგება. ასე რომ დაბრუნებისთვის ძალიან კმაყოფილი ვარ. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არ მყოფნის, მაგრამ ყოველთვის ასეა, არასდროს მყოფნის. მოდით აქ ამ თევზის ტბაზე. ძალიან კარგადაა მომზადებული და თევზით სავსე. აქ დავით ძალიან უნდა, რომ ყველა კმაყოფილი იყოს. ფიქრობ, ყველა კმაყოფილია, რადგან ყველას კარგად დაუჭერია თევზი. Das ist gut. ბევრი თევზია. ძალიან აქტიურები არიან. საშუალო ფორმა, დასაწყისი კარგი, შუა ნაწილი სუსტად, დასასრული ძალიან კარგი. მაგრამ ასეა, სანამ ადამიანი გაიგებს, რატომ უნდათ ასე და არა სხვანაირად, ცოტა დრო სჭირდება სინდისის მოსაკრებად. გამარჯობა, მე ჰუბერტი მქვია. ძალიან მაგრად გამოვიდა ეს თევზაობის შეჯიბრი. საოცრად კარგად გამოვიდა, ყველა კმაყოფილია. საოცრად გვგივა ხელები ამ თევზების ამოყვანისგან. და როგორც თავად ხედავთ, პრიზები საუკეთესოებს ელოდება. მოგესალმებით მომავალ წელსაც. ჩვენც აქ ვიქნებით და მგონია, რომ ისევ დაუბრუნდებით ამ ტრაუტარეზე, რადგან ისევ მომეწონა ეს ყველაფერი. მე-6 ადგილი ოლექსა ტრომაო. მე-5 ადგილი პაվել მელანიკი. მე-4 ადგილი შიშტოპ სტეპანოვი. ახლა მესამე ადგილი ოლექს ახმოჩნათკო. მეორე ადგილი არ ვკითხულობთ. არა, ეს კომპანია კონგორდია, დარეკ ზიხლერი. და ლევანდელი Liberal Cup-ის გამარჯვებულია დიმა კორნიჩოვსკი. პირველი ექსეულისათვის საჩუქრები კომპანია მეკდოსკან, რომელიც ჩვენთანაა თავიდანვე. მე-6 და მე-5 ადგილებისთვის ანკესებივეთ კარული მაღაზია Movie-Cinex-ისგან. მე-4 ადგილი ანკესი კონგრედისგან. პირველი 3 ადგილი Pursporak. არ ვიცი, ეს რა არის. That's Levandeli Liberal Cup-ის თასი დიმასთვის. გილოცავთ. სადეთ თქვენი ძალები Truderში. ეს არის ალტერნატივა სპორტული თევზაობისთვის. ასეთი სეზონის შემდეგ ეს ნამდვილად ინარჩუნებს ემოციებს. მოგიწევთ მომავალ წელსაც. ჩვენც ვიქნებით და ვფიქრობ, რომ Truderში დაუბრუნდებით, რადგან ისევ მომეწონა ეს ყველაფერი. ყველას გეპატიჟებით მომავალ წელს Liberal Cup-ის შემდეგ ტურნირზე. აბა რა ვქნათ? დაელოდეთ ჩვენს სიახლეებს. ნახვამდის, გმადლობთ.